მოგესალმებით ბათუმელების ჩართვაში. ჩვენ ტრადიციულად ვიმყოფებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ, სადაც 271 დღეა საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. საპროტესტო აქციები იმართება ქვეყნის თითქმის ყველა ქალაქში, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და სხვა ქალაქებში პრინციპში, სადაც ადამიანები დგანან და მოითხოვენ მთელი 9 თვეა, რომ ქართულმა ოცნებამ დატოვოს ხელისუფლება, გამოცხადდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში, გათავისუფლდეს ყველა სინდისის პატიმარი, რომელიც ამ დროისთვის ციხეებში იმყოფებიან და იცით, რომ 65 ადამიანია ტყვეობაში. ასევე მოითხოვენ, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, რადგან იცით, რომ ქართულმა ოცნებამ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას მოყვა მთელს ქვეყანაში მღელვარება. ხალხი წინააღმდეგია ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, რადგან საქართველოს მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ადგილი არის იმ მშვიდობიან თანამეგობრობაში, რომელსაც ქვია ევროკავშირი, რომელიც არის მშვიდობაზე, განვითარებაზე და კეთილდღეობაზე ორიენტირებული და არა ოკუპანტი რუსეთის გვერდით, მასთან პირისპირ, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული და მუდმივად არის ამ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხე და თქვენ იცით, რომ დღესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში, მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ სურს ძლიერი, სუვერენული და განვითარებული უკრაინა და არც მის სამეზობლოში არ მოსწონს განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფოები და თქვენ იცით, რომ დაძაბული პოლიტიკური ვითარება აზერბაიჯანის მიმართაც, მას შემდეგ, რაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ღიად გამოხატეს პროევროპული განწყობები და ცდილობენ აქტიურად გათავისუფლდნენ რუსული გავლენებისაგან. მაშინ როცა მთელი მსოფლიო ცივილიზებული სამყარო პუტინს აცხადებს ომის დამნაშავედ და რუსეთს ეძახის აგრესორ, ოკუპანტ ქვეყანას, სწორედ აი ამ გეოპოლიტიკური მოცემულობის პირობებში ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ზურგი შეაქციოს ევროკავშირს, რომელმაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგვცა, თავისუფალი მიმოსვლა მოგვცა ევროპასთან და უამრავი სხვა სიკეთეებით სარგებლობენ აი ამ სტატუსებიდან გამომდინარე საქართველოს მოქალაქეები, გადაწყვიტა, რომ შეაჩეროს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი და ქართველი ხალხი მოაქციოს იზოლაციაში. თქვენ იცით, რომ აგვისტოს ბოლოსკენ დედლაინი აქვს, ანუ ვადა აქვს მიცემული ქართული ოცნების მთავრობას, იმისათვის, რომ მან შეასრულოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საქართველოს შეუჩერდება ის სიკეთე, რომლითაც 8 წელია სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები, თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპაში, ადამიანები ბარიერების გარეშე მიდიან სამკურნალოდ, მიმართავენ ხარისხიან ჯანდაცვას, სადაც საფრანგეთში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში იღებენ სრულიად უფასო, ძალიან ძვირად ღირებულ სამედიცინო მომსახურებას, მიდიან დროებით დასაქმებაზე და უამრავი სხვა სიკეთეები მოიტანა ვიზა ლიბერალიზაციამ და ქართული ოცნების ანტიევროპული, ანტიდასავლური პოლიტიკის გამო შესაძლოა საქართველომ აი ეს სიკეთეები ძალიან მალე დააკარგოს და აღმოჩნდეს კიდევ უფრო დიდ კრიზისში, კიდევ უფრო ძლიერ იზოლაციაში, სიღარიბეში და გაჭირვებაში, რადგან თქვენ იცით, რომ ვიზა ლიბერალიზაცია მისცა შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებს, რომ წავიდნენ, დასაქმდნენ, მიხედონ ჯანდაცვას, ოჯახის წევრები მოინახულონ და სხვა უამრავი სიკეთე მიიღონ. ასევე შეგახსენებთ, რომ პროტესტში მყოფი საზოგადოება ბოიკოტს უცხადებს ასევე 4 ოქტომბერს დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებს. პროტესტში იმყოფება ოპოზიციური პარტიების ძალიან დიდი ნაწილი, ძირითადად ის 8 ოპოზიციური პარტია, რომლის ლიდერებიც არიან დაკავებული, არიან პატიმრობაში და დღეს მათ ჰქონდათ ასევე განცხადება ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც ამ 8 პარტიის წარმომადგენლებს, მათ განაცხადეს და ხაზი გაუსვეს იმას, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა, მისი გადადგმული ნაბიჯები საფრთხეს უქმნის სწორედ ამ ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის
მიმოსვლას და მათ დაანონსეს 13 სექტემბრისთვის ხალხმრავალი, ასე რომ ვთქვათ, საპროტესტო აქცია და მოუწოდებენ საქართველოს მოქალაქეებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპასთან საქართველოს სიახლოვე, ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნება, ასევე კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შენარჩუნება და მნიშვნელოვნად მიიჩნევენ საქართველოს ევროინტეგრაციას, რომ შეუერთდნენ ამ სვლელობას და ამ ფორმით კიდევ ერთხელ აჩვენონ ევროკავშირს, რომ ის რაც დღეს საქართველოში ხდება, არის რეალურად ბიძინა ივანიშვილის და მისი პარტიის გადაწყვეტილებები, მათი პოზიცია, მათი ნაბიჯები და არა ქართველი ხალხის, რომლის არჩევანის დიდი ხანია არის ევროპა და ევროკავშირი. ასევე იცით, რომ ყოველდღე იმართება საპროტესტო აქციები, მათ შორის ბათუმშიც და აქ ყოფილი მოქალაქეები ღიად და ხმამაღლა აფიქსირებენ, რომ მათი არჩევანი არის ევროკავშირი და არის ევროპული მომავალი ამ ქვეყნისთვის. ჩვენ ტრადიციულად ვცდილობ, რომ პროცესში მყოფი ადამიანების მოსაზრებები შემოგთავაზოთ, დავესაუბროთ აქ ყოფ ადამიანებს თუ იმასთან დაკავშირებით თუ რას ფიქრობენ პროტესტზე, როგორ ხედავენ დაუშვათ ევროინტეგრაციის განახლების პროცესს და როგორ შეიძლება რომ ქართული ოცნების პოლიტიკას გაემიჯნოს ქვეყანა. მოგესალმებით, სანდრო სარალიძე ყავს დღეს ბათუმში სტუმრად და გვინდა რომ მისი აზრი მოვისმინოთ იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და თუნდაც ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრებოდით ბათუმელების მსმენელს, რომ ეს ქვეყანა დგას სერიოზული რისკის წინაშე, რომ დავკარგოთ ეს სიკეთე, რადგან ხედავთ, რომ ქართული ოცნება არაფერს აკეთებს იმ პირობების შესასრულებლად, რაც დაუსახა, რასაც თხოვს პრინციპში ევროკავშირი იმისთვის, რომ გაგრძელდეს ეს პროცესი. თქვენ როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორ უყურებთ ამ პროტესტს და რას ფიქრობთ საერთოდ იმ ყველაფერზე, რაც ყოველდღიურობა გახდა ჩვენი ცხოვრების, ესე რომ ვთქვათ? დღევანდელი მდგომარეობა არის დაახლოებით უტოლდება იმ მდგომარეობას, რაც იყო 2008-ში ალბათ თავისი ტრაგიკულობით და სიმძიმით, რადგანაც დღეს საქართველოში ხდება სახელმწიფოებრიობის სამოქალაქო საზოგადოების დემონტაჟი. ამას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება და ცდილობს ყველანაირად მოწყვიტოს, ასე ვთქვათ, საქართველოს ცივილიზებულ სამყაროს, ცივილიზებული სამყარო რა არის? ეს არის ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები. სამწუხაროდ ხდება ის პროცესი, რომელიც მათ უნდათ გაიმეოროს საბჭოთა კავშირი ოღონდ პატარა მასშტაბში, ასე ვთქვათ. ეს არის პუტინის ოცნება, თუ სურვილი, თუ მიზანი. ბატონო, ეს არის სრული იზოლაცია და ასე ვთქვათ თავრობის თუ მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული სიკეთეების, ასე ვთქვათ, დიდი ჭყალებში მენიუ და სადაც ვინც შეეგუება აი ამ მმართველობას, ის ხდება, ასე ვთქვათ, ამ რეჟიმის მსახურიც და პრინციპში ყველა ანალიტიკოსი, ვისაც ვესაუბრებით ხოლმე, ამ პოლიტოლოგი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობს, რომ არ არსებობს დაშლილი იმპერიის აღდგენა და ეს არის ილუზია რუსული იმპერიალიზმის და ალბათ ბოლო იქნება, რომელიც დაიშლება. აი ამ მოცემულობაში რისი იმედი აქვს ივანიშვილს, რომ ასე ებღაუჭება ამ რუსულ პოლიტიკას, რუსულ პროპაგანდას და რუსულ კურსს და როგორ შეიძლება ამას შეეწინააღმდეგოს საქართველოს მოსახლეობა, რომელიც ღიად ამბობს, რომ ევროპა უნდა, ევროპასთან ინტეგრაცია უნდა, რადგან ეს არის განვითარებაზე ორიენტირებული გზა. საქმე იმაშია, რომ ივანიშვილი არის პირდაპირ ვთქვათ, რუსების დასმული პოლიტიკოსი, რაც ქვია მას. პოლიტიკოსი არ ქვია მას. უბრალოდ ეს არის როგორც ადრე იყო ნამესნიკი. შეიძლება მას არადებს სამხრეები და მუნდირი არ აცვია, მაგრამ რეალურად ის ასრულებს იგივე როლს, რაც ასრულებდა ნებისმიერი ეგრეთ წოდებული ნამესნიკი მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველოში. შესაბამისად, იგივე აი კრემლის მიერ დასმული ხელისუფლება შეეცდება სრულ მოაქციოს საქართველოს იზოლაციაში. და
ბუნებრივია პირველ რიგში დაზარალდება ახალი თაობა, ჩვენი შვილების თაობა, რომელთაც ჭირდებათ განათლება, მათ ჭირდებათ მოგზაურობა, მათ ჭირდებათ ასე ვთქვათ, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ასევე საქართველოში განათლების სისტემის რეაბილიტაცია, აღშენებლობა, რადგანაც დღეს ჩვენ ვიცით რა მდგომარეობაშია და ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ძალიან რთული იქნება ეს, იმიტომ რომ ახლა წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთმა შესთავაზა ბჭყალებში საქართველოს მთავრობას, რომ აი ჩვენ დაგეხმარებით და წარმოვიდგენია რა მოუვა, ასე ვთქვათ, ჩვენ ასე ვთქვათ ამ სისტემას და რა მოუვათ იგივე ახალგაზრდებს. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ პრინციპში დემოკრატიას ემუქრება ყველაზე მეტი საფრთხე, ხო? თუ ევროპას დავშორდებით, აი დავინახეთ, რომ უკუსლამ მოიტანა თავისუფლისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ხო? აი მაშინვე წამოვიდა ძალიან ბევრი რეპრესიული კანონი, ხო? ანუ ევროპასთან დაშორება ავტომატურად აღმოჩნდა, რომ ნიშნავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაშორებას. ეს არის ფუნდამენტურია, ასე ვთქვათ, ადამიანის უფლება, რომ მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ასევე ეს არის თავისუფალი სასამართლო და ეს არის თავისუფალი მედია. ეს ყველაფერი დღეს არის საფრთხის ქვეშ, რადგანაც ამ წლებია ძალიან დიდი ხანია ეს ხელისუფლება ცდილობს და სამწუხაროდ გამოსდის ანადგურებს ჩამოთვლილ ასე ვთქვათ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და შესაბამისად ჩვენ ვიცავით რაღაცა მე არ მინდა შევაწყობო მივაყენო უზბეკეთს ან რომელიმე სხვა ტოტალიტარულ სისტემას ან რეჟიმს ან სხვა իրანს ან ნებით და ესეთი დაახლოებით ასე ვთქვათ ბანანის რესპუბლიკა ან ხურძნის რესპუბლიკა შესაბამისად აი ჩვენი პერსპექტივა აი ამ პირობებში ამ პოლიტიკურ წყობაში და ამ პოლიტიკურ გუნდთან ერთად მართლ პარტიასთან ერთად ესეთია მარტო სხვა მომავალს მე ვერ ხედავ სამწუხაროდ როგორც მოქალაქე როგორ უყურებთ ის რომ თქვათ აი ამ ტიპის პროტესტია მნიშვნელოვანი რომ გაგრძელდეს რა სჭირდება კიდევ შეემატოს თქვათ ამ პროტესტს რომ აი ეს ანუ ამ ბრძოლას რაღაცა შედეგი უნდა კონდეს ხო რაღაც შედეგი უნდა დაიდოს თქვენ როგორ უყურებთ აი ამ შედეგი რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს ის რაც უნდა ქართველ ხალხს და არა კონკრეტულ პარტიას ბატონო შედეგი უკვე არის ქართველი ხალხის ნება ეს 28 ადამიანია. ესეც ქართველი ხალხია. მე ვარ მე ერთი ვარ ქართველი მე კი ნებაც და გამოხატვა. და სხვას ვერ ხედავ? შეიძლება ვილაპარაკო. მოდი მე დაგელაპარაკები შეიძლება. აი ეს ქართული ოცნების პოლიტიკის მომხრეა მე მგონი სიამოვნებით მოგისმენდით ისე თუ შემოგვიერთდებით განსხვავებულ აზრებსაც ვისმენთ, მაგრამ რატომღაც არის სურვა პირდაპირ ეთერში საუბარი და წავიდა აი ამ ადამიანებს თქვათ, კარგია, არ გაუყვებით, იმიტომ რომ არ მოისურვა და ეფიქსირებინათ აუშვათ საკუთარი აზრი, რომ რა შეიძლება მოსწონდეს დღევანდელ მოცემულობაში, როდესაც უდანაშაულო ადამიანები სხედან ციხეში, როდესაც სასამართლო არ არსებობს ქვეყანაში, როდესაც პოლიტიკური პროცესების ჩაკვლა სურს, ხო, აი დაიჭირეს პოლიტიკური პარტიის ლიდერები და პირდაპირ კანონებით იკრძალება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და რა ვიცი, რა შეიძლება მოხდეს კიდევ, რომ თქვათ აი ამ ტიპის მოქალაქეება გაიგონ, რატომ ემუქრება თუნდაც კონკრეტულად მათ საფრთხე და რატომ ვერ ხდება ანალიზი თუნდაც. ჩემთვის რთულია ვისაუბრო კონკრეტულ ერთ ადამიანზე, მე უბრალოდ ვიტყვი, რომ ზოგადად მოსახლეობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის არის საფრთხე, რომ ჩამოყალიბდეს ასე ვთქვათ ტოტალიტარული რეჟიმი და ეს რეჟიმი დაკანონდეს, დაიწეროს, შეიცვალოს კანონები და ჩვენ აღმოჩნდეთ ასე ვთქვათ მინი საბჭოთა კავშირში. უკეთეს შემთხვევაში, ნუ მე პირობითად ვამბობ, მაგრამ რასაჭირველია, უკეთეს შემთხვევაში უარეს შემთხვევას
უარესი შემთხვევა იქნება იმ თვალსაზრისით, რომ აქეთკენ მიდის, რადგანაც აი ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, როცა საქართველოს მოქალაქეს არ შეუძლია გავიდეს თავისუფლად ევროპაში და იმას სჭირდება უამრავი დოკუმენტის მომზადება და დიახ, ბევრი ბიუროკრატიის წინაშე დადგება, რომელსაც ვერ გაივლის ალბათ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი. ძალიან პატარა რაოდენობა ადამიანების მოხდება სასწავლებლად და ეს იქნება დეგრადაცია ჩვენი სახელმწიფოსი და ჩვენ აღმოჩნდებით ომის გარეშე რუსების ანუ უამრად მოხდება ოკუპაცია ფაქტობრივად. უამრად მოხდება, რაც დღეს პრინციპში ხდება, იმიტომ რომ დღეს ხელისუფლება რუსულია რეალურად. დიახ. შესაბამისად, ისინი რუსულ კანონებსაც წერენ და აქვეყნებენ და ჩვენ დღეს ამ პირობებში ვარ და ამ რეჟიმში. პროტესტის გარდა კიდე რა არის საჭირო, თქვა? თქვენ ფიქრობთ, რომ საერთაშორისო რეაგირება, იგივე სანქციები თუ არის? და გარდა ამისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე საუბრებს მოსახლეობასთან და შეხვედრებს რეგიონებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტივისტები მოგზაურობდნენ საქართველოს მასშტაბით და ხდებოდნენ მოსახლეობას. ანუ ვთქვათ, პროპაგანდის გავლენას განიცდის იმათთან მიიტანონ ინფორმაცია. ბუნებრივია, საუბრები, ცოცხალი საუბრები და ის რომ უბრალოდ აი ელემენტარულად აუხსნან რის არის ვიზა ლიბერალიზაცია, რომ მათი შვილებს ექნებათ საშუალება, რომ მიიღონ განათლება ან გაუმჯობესონ განათლება. მათ მიიღონ მათმა მშობლებმა მიიღონ ნორმალური სამედიცინო დახმარება და სხვადასხვა საკითხებია. იგივე დახმარების საკითხიც არის, რომ ჩვენ არა ვართ ახლა მდიდარი ქვეყანა და ბევრ რამეში გიჭირს და გჭირდება ტექნოლოგიები, გჭირდება ელემენტარულად გჭირდება სამედიცინო დაწესებულების განახლება, ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი და ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში. ძალიან დიდი მადლობა სანდრო, რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. ბათუმელების ლაივს ვინც ახლა შემოუვართით, შეგახსენებთ, რომ დღეს არის 271 დღე, რაც საქართველოს მოსახლეობა არის პროტესტში. მოქალაქეები მოითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და საქართველოს დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე. ასევე შემინდა შეგახსენოთ, რომ აი ამ ტრადიციული საპროტესტო აქციების გარდა კონკრეტულ თემებზეც გამოხატავენ ადამიანები პროტესტს. მაგალითად, დღეს გორში გაიმართა საპროტესტო აქცია გორის მერიის წინ და მოქალაქეებმა გააპროტესტეს გორის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებები, ასე რომ ვთქვათ, New York Times-თან მიცემულ ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებების გამო გამოხატეს მოქალაქეებმა პროტესტი, რადგანაც ამ ინტერვიუს მიხედვით გორის მერი რუს ოკუპანტებს უწოდებს მშვიდობის მყოფელებს და ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ის იყენებს გავს ფრაზას, რომ აი მადლობა მშვიდობის მყოფელებს, რომ დროულად შემოვიდნენ ქალაქში, ქვეყანაში, რადგანაც სააკაშვილის ქურდბაცაცებიო უფრო მეტ ზიანს მოგვაყენებდნენო. ფაქტობრივად მან ქართულ სამხედროები ამ საქართველოსთვის მებრძოლი ადამიანები ქურდბაცაცებად გამოაცხადა, ხოლო ოკუპანტი რუსეთის წარმომადგენლებს უწოდა მშვიდობის მყოფელები და სწორედ აი ამ განცხადების გამო გამოვიდნენ მოქალაქეები დღეს მერიის წინ და დაგმეს, ასე რომ ვთქვათ, გააპროტესტეს საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის განცხადება. მართალია, აჟიოტაჟის ატეხის შემდეგ რაზმაძე შეეცადა, რომ უარეყო ეს განცხადებები და თქვა, რომ თითქოს მან სხვა რამე თქვა და New York Times-მა სხვა რამე გააშუქა, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც გააკეთა New York Times-მა საპასუხო განცხადება და თქვა, რომ მათ დავით რაზმაძის, ასე რომ ვთქვათ, კომენტარი სიტყვასიტყვით ჩაიწერეს და ყველაფერი არის ზუსტი. რა თქმა უნდა, გორში მცხოვრები ახალგაზრდები პროტესტებდნენ იმას და იხსენებდნენ იმ მძიმე ისტორიებს. ისინი ამბობდნენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა მათ ფაქტობრივად ბავშვობა წაართვა, დააზიანა მათი ქალაქი, მათი ქვეყანა და არ დაუშვებენ, რომ
მტერს უწოდებდნენ მშვიდობის მყოფელებს ამ ქვეყანაში მცხოვრები ჩინოვნიკები, საჯარო მოხელეები, რადგანაც რუსეთი არის მტერი, ოკუპანტი და მას ყოველთვის ეს სახელი ექნება ამ ქვეყანაში, სანამ ჩვენი ქვეყნის 20% და მეტიც მე მგონი იქნება მიტაცებული რუსების მიერ და მუდმივად იქნება ამ ქვეყნისგან საფრთხე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. რამდენიმე მათგანს მიუსაჯეს უკვე. ძირითადად არის სტანდარტული წელი 4 წელი და 6 თვე და 8 თვე, ასე უსჯიან სინდისის პატიმრებს, თუმცა ყველა სასამართლო პროცესი არ დასრულებულა და ეს სასამართლო პროცესები გრძელდება. ასევე არ დასრულებულა ანდრო ჭიჭინაძის და მასთან ერთად დაკავებულების სასამართლო პროცესები. დღეს მაგალითად საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა გაავრცელა განცხადება და ის მიიჩნევს, რომ ანდრო ჭიჭინაძე და ასევე მასთან ერთად დაკავებული პირების შესახებ, რომ მათი უფლებები არის სამართლიანი სასამართლოს უფლება არის დარღვეული და მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებიც არის პოლიტიკურად მოტივირებული და Amnesty International მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები უნდა გაათავისუფლონ პატიმრობიდან. ასე ვიცით, რომ დაკავებულია ბათუმელი ზვია ცეცხლაძე, სტუდენტი და მასთან ერთად არის ასევე 7 პირი დაკავებული და ძირითადად ამ დროისთვის მხოლოდ 2 ადამიანია გათავისუფლებული სინდისის პატიმრებიდან, ისინი ვინც ნარკოდანაშაულში იყვნენ ბრალდებულები, დანარჩენები იმყოფებიან პატიმრობაში, ან უკვე მისჯილი აქვთ საბოლოო, ასე რომ ვთქვათ, განაჩენი არის გამოტანილი. ასევე მინდა შეგახსენოთ, ვინც ბათუმელების ლაივს ახლა შემოუერთდით, რომ დღეს არის 251 დღე, როდესაც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან პროტესტში. მოქალაქეები მოითხოვენ თავისუფალ არჩევნებს, ბოიკოტს უცხადებენ შემოდგომაზე ჩანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებს, რადგანაც მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნების პირობებში შეუძლებელია სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რადგან ქართული ოცნება სდევნის განსხვავებულას, სდევნის პოლიტიკურ ოპოზიციას, სდევნის არასამთავრობო სექტორს და თავისუფალ მედიას. და იცით კიდეც, რომ ბათუმელების დამფუძნებელი არის პატიმრობაში, 2 წელი მიუსაჯეს მას პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედება არ ითვალისწინებდა სისხლის სამართლებრივ სასჯელს და აი ამ პირობებში, როდესაც ფაქტობრივად არც საერთაშორისო დამკვირვებლებს, არც ადგილობრივ დამკვირვებლებს, არც სამოქალაქო ორგანიზაციებს და სამოქალაქო აქტივისტებს არ ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ დააკვირდნენ არჩევნების პროცესს, თავისუფალი იყოს ხმისმიცემის პროცესი და არ ხდებოდეს ის ძალადობის, შანტაჟისა და მოსყიდვის ფონზე. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნების, თვითმმართველობის არჩევნებიც არის რეალურად რუსული სპეცოპერაცია, დაახლოებით ისეთივე, რაც გასული წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების დროს ჩაატარა ქართულმა ოცნებამ. ამიტომ მოქალაქეები, ვინც პროტესტში იმყოფებიან, მიიჩნევენ, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს ქართული ოცნების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნებს აზრი არ აქვს და რადგან რეალურად მიტაცებულია არა მარტო საარჩევნო გარემო ამ ქვეყანაში, არამედ მიტაცებულია ყველა დამოუკიდებლობის ის ინსტიტუციები, რომლებიც უნდა უზრუნველყოფდნენ ამ ქვეყანაში დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოს. მე მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გვისმენდით, ჩვენთან იყავით, გემშვიდობებით და დაგიბრუნდებით ხვალ ამ დროს ტრადიციულად. მადლობა, მომავალ შეხვედრამდე.